ჩვენ დავუბრუნდით პირდაპირ ეთერში და გადაცემის მეორე ნაწილში უნდა ვისაუბროთ მიმდინარე მოვლენებზე და ძალიან საინტერესო არის თუ როგორ ჩანს მიმდინარე მოვლენები უწყვეტი პროტესტის 28 დღე ევროპიდან. ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი ზაალ კოკაია გვყავს ჩართვით, რომელიც არის ლუნდის უნივერსიტეტის ღეროვანი უჯრედების ცენტრის დამფუძნებელი. როგორც ვიცი ხაზზე ყავს. მოგესალმებით ბატონო ზაალ. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და დღეს ჩვენთან ერთად ხართ. ბატონო ზაალ, თქვენ როგორც ვიცი, იმყოფებოდით თბილისში მანამდე სანამ 28 დღიანი უწყვეტი პროტესტი დაიწყებოდა, მანამდეც იყო საპროტესტო აქციები და იყავით ქუჩაში გამოსული და საინტერესოა, მას შემდეგ რაც დატოვეთ უკვე საქართველოს, როგორ ჩანს ეს პროცესები საზღვარგარეთიდან, მაშინ როდესაც მონაწილე იყავით მანამდე პროცესში. უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით ყველას და მადლობას მოგახსენებთ ამ შესაძლებლობისთვის. მე როდესაც თბილისში ვიყავი, ეს ის პერიოდი იყო, როდესაც უნივერსიტეტთან იმართებოდა აქციები, როდესაც დაიწყო ფაქტიურად ეს მასიური დემონსტრაციები და ყოველ საღამოს დიდი სიამოვნებით და აქტიურად მონაწილეობდი ამ პროცესში, მაგრამ მას შემდეგ სულ სხვა მასშტაბი მიიღო ამან და სულ სხვა განზომილება, რაც მე პირადად არ მახსოვს ესეთი რამ, როდესაც ასე ორგანიზების გარეშე თვითორგანიზებულად მოსახლეობამ თავის ხელში აიღო მართვა, ესე ვთქვათ, ამ პროცესის და ესე მასიურად და ესე რეგულარულად გამოხატავს თავის დამოკიდებულებას მიმდინარე პროცესებისადმი. ეს ძალიან სასიხარულოა. სასიხარულო როგორ არის? ეთის მხრივ ძალიან შემაშფოთებელია რომ ესეთი სიტუაცია საქართველოში, მაგრამ მეორეს მხრივ ამ სიტუაციიდან გამომდინარე საზოგადოების ესეთი გაერთიანება და კონსოლიდაცია, რომელიც საქართველოში არ ყოფილა ბოლო 30 წლის მანძილზე ყოველ შემთხვევაში ძალიან კარგის მაუწყებელია და მე დარწმუნებული ვარ რომ მოსახლეობის ეს რისხვა და მოსახლეობის ეს კონსოლიდაცია, მოსახლეობის ურთიერთმხარდაჭერა თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს და საქართველოს დაუბრუნდება თავის ევროპულ არჩევანს და დაუბრუნდება ევროპულ გზას. ბატონო ზაალ, ძალიან საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრება, როგორც აქტიური მოქალაქის, როგორც საკმაოდ განათლებული და წარმატებული ადამიანის თქვენ სფეროში. როგორ ფიქრობთ, რა არის გამოსავალი ქვეყნისთვის ამ კრიზისიდან? საერთოდ როდესაც დაავადება არის, თქვათ, ნარკომანია ან რამე სხვა დაავადება, პირველი ეტაპი არის ის, რომ ადამიანმა უნდა აღიაროს, რომ აქვს ეს ნეულება და მოინდომოს თავის განკურნება, ანუ ექიმთან ერთად რომ ითანამშრომლოს. მე მგონია რომ ჩვენმა საზოგადოებამ ყოველ შემთხვევაში შეიძლება ხელისუფლებამ, მაგრამ საზოგადოებამ რეალურად დაინახა და აღიარა რომ ჩვენ დღეს გვაქვს პოლიტიკური კრიზისი და ეს პირველი ნაბიჯი არის და სწორედ ჩემი აზრით ეს კონსოლიდაცია მოსახლეობის და საზოგადოების იქიდან არის განპირობებული, რომ უფრო მეტი და მეტი ადამიანები ხვდებიან რომ ჩვენ შევდივართ ჩიხში, ჩვენ დაავადებული ვართ სენით და გვჭირდება განკურნება, ანუ ჩვენ გვაქვს რეალური კრიზისი. აქედან გამომდინარე, მგონია რომ ეს სანამ ეს პროცესი შემდეგ უნდა მოყვეს გარკვეული გზები. ეს ეხლა მე ახალს არაფერს ვერ გეტყვით, ეხლა მე არა ვარ პოლიტოლოგი და როგორც უბრალო მოქალაქე შემიძლია გითხრათ, რომ ის გზები, რაც დასახული არის, ეს არის შიდა პროცესი, გაგრძელება ამ წინააღმდეგობის და ძალიან სასიხარულოა, რომ ესეთი მასიური ხასიათი აქვს და რეგულარული და მოედო მთელ ქალაქს და მოსახლეობის ყველა ფენას. ეს ერთის მხრივ, იმიტომ რომ ეს ეხლა მე აქედან როცა უყურებ ძალიან მნიშვნელოვანი ახალ ამბებში და საერთოდ საზოგადოებაში, აქაურ დასავლურ საზოგადოებაში და პოლიტიკურ წრეებში თუ რომ ხედავენ ადამიანები, დასავლეთი ხედავს, რომ ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს ის მდგომარეობა, რაც დღეს საქართველოში ხდება, საქართველოს მოსახლეობა ამას ხედავს და არ ეგუება გამოთქვამს პროტესტს. ძალიან ძნელია რამე გააკეთო, თუ შენ თვითონ არ აკეთებ არაფერს. აბსოლუტურად დასაგებია, რომ ეს პროტესტი საკმარისი არ არის და ზეწოლა
ცივილიზებული სოფლიოსი აუცილებელია და მე მგონია რომ ესეც ხდება ახლა უბრალოდ ისეთი პერიოდია ეს შობა ახალი წლები ამერიკის შემთხვევაში პრეზიდენტის ცვლილება მთავრობის ცვლილება მგონია რომ რაც უფრო დრო გავადა ეს პერიოდი გადაივლის უფრო მეტი ზეწოლა და მეტი წნეხი იქნება საქართველოს ხელისუფლებაზე რათა მათ უპირველეს ყოვლისა გაანთავისუფლონ პოლიტპატიმრები და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ახალგაზრდები და ასევე დანიშნონ ახალი არჩევნები. არა რიგარეში, არამედ ახალი არჩევნები, რადგან წინა არჩევნები სოფლიოს საზოგადოებამ არ აღიარა, არ ჩაითვალა ის არჩევნებად და ამიტომ აუცილებელია რომ ახალი არჩევნების თარიღი დაინიშნოს და მგონია რომ ყოველ შემთხვევაში ჩემი ინფორმაციით საქართველოს პრეზიდენტი და პროდასავლური პარტიები სწორედ აქეთკენ იმართებიან და დღეს სავარაუდოდ როგორც მოვისმინე გარკვეული შეჯერებული პოზიცია შესაძლოა საღამოს მოვისმინოთ საქართველოს პრეზიდენტისგან. კი, აი ზუსტად ეგ უნდა მეკითხა ბატონო ზალ, თქვენ ძალიან სწორად ახსენეთ განსხვავება რიგარეშსა და ახალ არჩევნებს შორის, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ შორის ჩამოყალიბებული ვიყოთ რომელს ვითხოთ, იმიტომ რომ რიგარეში არჩევნების შემთხვევაში გამოდის რომ გარკვეულად ლეგიტიმაციას ვაძლევთ იმ წინა არჩევნებს, რომელიც ჩატარდა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ კაფეოები ვიყოთ იმ მოთხოვნებში, რომელიც გვაქვს და კი მოთხოვნა არის ახალი არჩევნები და თქვენც ახლა ახსენეთ და მე ჩემი შემდეგი კითხვაც ეგ იყო, თქვენ როგორ ხედავთ საქართველოს პრეზიდენტის როლს ამ პროცესში, რამდენად ერთადერთი ლეგიტიმური ორგანოს და კონსტიტუციური ორგანოს, რომელიც დარჩენილი არის ამ ქვეყანაში, როგორ ხედავთ მის შემდგომ ნაბიჯებს და რამდენად მნიშვნელოვანი არის მისი როლი ამ მთლიან პროცესში? მგონია რომ საქართველოს პრეზიდენტი ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში საქართველოში და ეს განპირობებულია როგორც თქვენ ბრძანეთ იმით რომ ის არის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი ხელისუფლების ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, რომელმაც შეინარჩუნა ერთგულება კონსტიტუციისადმი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არ დაგვავიწყდეს, რომ კონსტიტუცია ირღვევა ხელისუფლების მიერ ყოველდღიურ რეჟიმში. ყოველ დღე, რაც ეს ხელისუფლება მოქმედებს როგორც ლეგიტიმური, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა, იმიტომ რომ ამ მათი მოსვლა ხელისუფლებაში და პრეზიდენტის არჩევა იყო არაკონსტიტუციური ყოველ შემთხვევაში გამომდინარე იმ ნორმებიდან, რაც არის და კონსტიტუციური სტრუქტურა პრეზიდენტის ინსტიტუტი და ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი არის ერთადერთი ძალაუფლების წყარო და აქედან გამომდინარე ძალიან მართებულად და ძალიან სწორად მოხდა კონსოლიდაცია მის გარშემო და იგი ურყევად დგას პროდასავლურ ორიენტაციაზე, იგი ურყევად ანვითარებს საქართველოს დასავლურ კურსს და რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია მას პირდაპირი კავშირი აქვს დასავლეთის ლიდერებთან და მგონია რომ ასეთ შექმნილ სიტუაციაში პიროვნული და პირდაპირი კავშირები ლიდერებთან ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის და ის ფაქტი რომ ყველა პროდასავლური ოპოზიცია ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ ორ ძირითად პრინციპზე, რომ გამოშვებული უნდა იქნან პოლიტიკური პატიმრები და დაინიშნოს არჩევნების ახალი თარიღი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხა ტექნიკურ დეტალებს რეალურად არ აქვს მნიშვნელობა და ალბათ ჩამოყალიბდებიან პოლიტიკოსები თუ რა ფორმით, იმიტომ თავარი მისასვლელი გზებია, კი. საკმარისი არ არის უდაოდ, რადგანაც უნდა უზრუნველყოთ ის მექანიზმები, რაც არ დაუშვებს ისეთ გაყალბებას, როგორიც იყო წინა არჩევნების დროს და რამაც ზუსტად მიიყვანა იქამდე რომ ეს არჩევნები არალეგიტიმურად იქნა აღიარებული დასავლეთის უამრავი ქვეყნების მიერ ყოველ შემთხვევაში დღევანდელი ვითარებით შეიძლება ითქვას რომ დასავლეთმა არ აღიარა საქართველოს ჩატარებული არჩევნები. აქედან გამომდინარე ის გზები რომლებიც დაისახა და რომლებიც
იქნება ალბათ კონკრეტული მოდელი შემუშავებული პარტიების მიერ აუცილებელი იქნება იმისთვის რომ უკვე მზად ვიყოთ ჩვენ როდესაც დადგება ის მომენტი და ეს მომენტი აუცილებლად დადგება როდესაც უნდა დაინიშნოს ქვეყანა ვეღარ გააგრძელებს თავის არსებობას ახალი არჩევნების გარეშე საზოგადოება და პოლიტიკური სისტემა მზად უნდა იყოს რომ უკვე მზა მოდელი გქონდეს და შეჯერებული მოდელი იყოს და მე არ დავიწყოთ იმაზე ფიქრი და მრჩევლობა თუ რა არის ის მინიმალური მთლიანად თქვათ სასამართლო სისტემას მთლიანად ვერ შევცვლით ხო ამ პერიოდში ეს არჩევნები არ შეიძლება თქვათ ერთი წლით გადაიდოს ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად მაგრამ ის მინიმალური ცვლილებები რაც აუცილებელია რაც უზრუნველყოფს რომ სასამართლო ავტომატურად ყველა საჩივარს უგულელყოფს ესეთი დამოკიდებულება და ესეთი პრეცედენტები რომ აღარ განმეორდეს და უნდა დაისაჯოს აუცილებლად ყველა მოძალადე და მათ უნდა აგონ ამისთვის პასუხი რომ ესეთი რამ აღარ აგონ პასუხი ეს უკვე როდესაც გარჩენების შემდგომ პერიოდია სასამართლო რეფორმა იქნება და დამოუკიდებელი სასამართლო იქნება მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახალ არჩევნებს უნდა ჩამოშორდეს ყველა ის თქვათ საარჩევნო კომისიის წევრი იქნება თუ სხვა ვინც მონაწილეობდა ამ უპრეცედენტო გაყალბებებში და ამიტომ ეს მოქმედების სია და ის ღონისძიებები რაც უნდა გატარდეს ის ცვლილებები გონია რომ აუცილებელი წინაპირობა იქნება იმისთვის რომ ახალი არჩევნები წარმატებულად ჩატარდეს და რეალურად ასახოს ქართველი ხალხის ნება და რეალურად ასახოს არჩევანი თუ რას იხჩევს ქართველი ხალხი ევროპას და განვითარებას თუ რუსეთს და უკუსლას. კი, ბევრი ვერსია არის იმისა თუ ტექნიკურად როგორ უნდა მოხდეს მეტნაკლებად სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება, რომ ყველას კარგად გვესმის, რომ ამ მოკლე და შემჭიდროებულ ვადებში ძალიან რთულია ისეთი ცვლილებების შეტანა კანონმდებლობაში თან იმის გათვალისწინებით, რომ არსებული პარლამენტის ლეგიტიმაციას არ ვაღიარებთ და შესაბამისად საკანონმდებლო ცვლილებების შეტანა გაჭირდება, ამიტომ არსებობს ალტერნატიული, ასე ვთქვათ, ჰიბრიდული მოდელები, თუ როგორ შეიძლება ეს არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და კონკრეტულ გარემოში. უბრალოდ მთავარი ცვლადი მანდ არის ნება, პოლიტიკური ნება, თუ მიიღწა ის შეთანხმება, რომ ხელახალი არჩევნები ჩატარდეს. ბატონო ზალ, ერთი კითხვაც მექნება, თქვენ შვედეთში იმყოფებით და ნახეთ არაერთი ქვეყნის მკაფიო განცხადება, მათ შორის შვედეთის ასე ვთქვათ, პოლიტიკური წრეებიდანაც ვიხილეთ რამდენიმე განცხადება. საინტერესოა თქვენ თუ ქონიათ შეხება იმ ადამიანებთან, რომლებიც მხარს უჭერენ ამ პროცესს, თუნდაც აკადემიური წრეებიდან, როგორ ჩანს, ასე ვთქვათ, შვედეთის აკადემიური წრეებიდან თუ პოლიტიკური წრეებიდან მიმდინარე პროცესები და რა მოლოდინები აქვთ მათ? მე ძალიან მიხარია როგორც შვედეთში ცხოვრებ და შვედეთის მოქალაქეს, ორმაგი მოქალაქე ვარ საქართველოს და შვედეთის, რომ შვედეთი ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომელიც უპირველესად ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც გაწყვიტა ყოველგვარი უკვე ნატოს წევრი შვედეთი თან, უკვე ნატოს წევრი შვედეთი. დიახ, უკვე ნატოს წევრი, რომელიც აიძულა რუსეთმა ეს ტრადიციულად, ისტორიულად ნეიტრალური ქვეყანა აიძულა ფაქტიურად რუსეთმა და რუსეთის მიერ დაწყებულმა ომმა უკრაინაში, რომ გამხდარიყო ნატოს წევრი. მერწმუნეთ 30 წელზე მეტი აქ ცხოვრობდა, არასოდეს არ დასმულა კითხვა, შვედეთის ნეიტრალიტეტი უნდა დაერღვეს თუ არა და გახდეს ნატოს წევრი, მაგრამ გეოპოლიტიკურმა სიტუაცია მოიტანა ეს. სიტუაცია მოიტანა ეს და ჩვენც ნაწილი ვართ განუყოფელი ნაწილი ვართ და ამიტომ რუსეთს ამიტომ უკრაინას ძალიან კარგად ესმის თუ შვედეთს ძალიან კარგად ესმის თუ რა ვითარება რა სიტუაცია დღეს საქართველოში და შვედი აკადემიური წრე იქნება თუ მოსახლეობა სადაც ვინც იცის ჩემი წარმომავლობის შესახებ და ვისაც ყველა დაინტერესებულია ძალიან და ყველა სვამს ამ კითხვას თუ როგორ ვითარდება მოვლენები და რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის რომ საქართველოს გააგრძელოს თავისი ევროპული გზა. მერწმუნეთ რომ პირადად შვედეთი როგორც ქვეყანა არანაირ
სარგებელს არ მოელის საქართველოს ევროკავშირის წევრობისგან, მაგრამ ეს არის უკვე პრინციპები აქ ღირებულებითი საკითხი არის ის, რომ საქართველოს რომელსაც აქვს და საქართველოს მოსახლეობა რომელიც 80%-იც არის პროევროპული, რომ მას მიეცეს შანსი ეს სურვილი განხორციელდეს და სწორედ აქ ეს ერთადერთი მამოძრავებელია, ვთქვათ, მე როცა უყურებ და ვესაუბრები შვედ მოსახლეობას, რომ ის საქართველოს მოსახლეობის ნება და ეს არის დემოკრატიის ძირეული პრინციპი, ხო? ის ქვეყანამ და სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ის მისი მოსახლეობის უმრავლესობაც და რა სურვილიც მათ აქვს და სწორედ ეს სურვილი საქართველოს მოსახლეობის ამაში ყოველ შემთხვევაში ეჭვი არავის არ შეაქვს არც საქართველოში ჩემი აზრით და არც ევროპაში, რომ ქართველებს გვინდა და გსურს ევროპა, ევროატლანტიკური სტრუქტურები და ეს სურვილი უნდა განხორციელდეს. სხვა ალტერნატივა აქ არ არის და მე ხმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს გადაწყვეტილება რაც ქართულმა ხალხმა არაერთხელ მიიღო, რომ ვიყოთ ევროპული ოჯახის ნაწილი ვართ, მაგრამ გავფორმდეთ ესე ვთქვათ პოლიტიკურად როგორც ევროპის ნაწილი, აუცილებლად განხორციელდება. შეიძლება გარკვეული შეფერხებები მოხდეს როგორც ეხლა ხდება, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს გარდაუვალი პროცესია და მე ხმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო ისულ ადგილს დაიმკვიდრებს ევროპულ ოჯახში. ძალიან დიდი მადლობა ბატონო დაგემშვიდობებით, ბედნიერ დამდეგ ახალ წელს გისურვებთ და თავისუფალ მშვიდობიან ქვეყანას გისურვებთ პირველ რიგში. დიდი მადლობა. გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და შობას. მადლობა დიდი. ჩვენ ძალიან საინტერესო საუბარი იყო ბატონ ზაალთან, საინტერესო ყოველთვის როგორც ჩანს მიმდინარე მოვლენები ევროპიდან. ჩვენ ხანმოკლე რეკლამაზე გავალთ და რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით ძალიან საინტერესო ინიციატივით, სახალხო ფორუმის იდეით, რომელიც პრეზიდენტს წარუდგინეს საინტერესო სტუმრებთან ერთად, ამიტომ დაგვრჩებით.